და დავით ჭიჭინაძე უნდა ჩავთოთ პარტია ტრიბუნას თავმჯდომარე. საღამოშიდობისა ბატონო დავით, მადლობა ჩართვისთვის. საღამოშიდობის, მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ბატონო დავით, როგორ შეაფასებდით აი ამ საპროტესტო აქციებს, რომელიც მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში, რა მოიტანა აი ამ აქციებმა, როგორ ფიქრობთ? რაც მე მგონი ხალხი თავისთვის არის, პოლიტიკური სპექტრი თავისთვის არის, ვინ რას თხოვლობს უკვე პრაქტიკულად გაუგებარია, იქიდან გამომდინარე ჩვენ ხედავთ, რომ პოლიტიკური სპექტრი, ოპოზიციური თავს ვერ აბავს ამ მუხტს, პროტესტს, რომელიც არსებობდა ხალხში, რომ რაღაცა რეალური მიმართულება მიეცა, ჩვენ მაქსიმალურად უყურებთ, რომ არის მხოლოდ და მხოლოდ რაღაც გარკვეული ქმედებები იმის მიმართულებით, რომ თითქოს და რაღაცაში ესენი მონაწილეობენ. სინამდვილეში თუ გადავხედავთ აქციაში მონაწილეობს ის ადამიანები, რომლებსაც პრაქტიკულად არანაირი ბმა არ გააჩნია ამ ოპოზიციასთან. ესენი თავისთვის არიან, ის ხალხი თავისთვის არის, რეალურად მასა, რომელიც იქ დგას, არ აძლევს საშუალებას ამ ოპოზიციას, რომ მან დაიბრალოს, რომ ეს არის ამ აქციების ორგანიზატორი. აბა ეს ხალხი ვისი ამომრჩეველია ბატონო? ტრიბუნასაც კი არ მევინებთ. ეს ხალხი ვისი ამომრჩეველია? ხო ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები არიან? ეს ამას ვერ ვიტყვით, რომ ან რომელიმე პარტიის ამომრჩეველია. ჩვენ მან დავინახეთ ხელისუფლებაში მყოფი ადამიანებიც, გარკვეულად მათი შვილები, ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები, ზოგმა პროტესტი გამოხატა. აქ არის კურსთან დაკავშირებული პროტესტი, რომელიც ახლა არ არის გასაკვირი, რომ ქვეყანაში ერთგვაროვანი მიდგომა ქვეყნის პოლიტიკური კურსისადმი არ იქნება მომხრეც და იქნება მოწინააღმდეგეც, ხო ყოველთვის არის, მაგრამ როდესაც ამაზე მოხდა პროვოცირება, ჩვენ ნახეთ, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან მოხდა პროვოცირება. აი ეს განცხადება, რომ ჩვენ არ მივდივართ ევროკავშირში, ამან გამოიწვია ეს პროტესტი, თორე ოპოზიციის შედეგების გამო პროტესტი არ დაწყება. ბატონ დავით, ისე ევროკავშირი ჩვენ გვიღებდა და საქართველოს ხელისუფლებამ თქვა უარი, მანდაც ხო არ მოხდა ხელისუფლების განცხადების ინტერპრეტაცია პრინციპში? ბატონო ვახო, მე მაგ კითხვას რატომ ვისვათ? ეგ კითხვა დაუსვით შეგიძლიათ ქართული ლიდერებს, რომლებიც 2017 წელს ვენებს იჭრიდნენ, ვენებს იჭრიდნენ, როდესაც ჩვენ ვიყავით ქართული ოცნების წევრები, ეს ის ადამიანები არიან პრემიერ-მინისტრი და მისი ეს ეგრეთ წოდებული უახლოესი გამორემოცვა, რომელიც ვენებს იჭრიდა, რომ ევროკავშირში და ნატოში უნდა მოხვდეთო და ამას წერდა კონსტიტუციაში. და ამის საპირწონედ, რომ ეს ჩაწერილიყო, იქნა გარკვეულწილად ჩვენი მხრიდან დათმობა იმაზე, რომ კონსტიტუციაში ჩაწერილიყო, რომ ქორწინება არის ქალის და კაცის, ანუ ოჯახი ესე უნდა ჩაწერილიყო და უცხოელებზე მიწა არ უნდა გაყიდულიყო. ჩვენ ვიცავდით ამ მოთხოვნებს ეს ადამიანები ნატოში და ევროკავშირში და პრაქტიკულად ეხლა თუ ყველამ კარგად იცოდა ევროკავშირმაც განაცხადა, რომ 2030 წლამდე აღარ გაფართოვდებოდა ევროკავშირი და რა საჭირო იყო ამ განცხადების გაკეთება. თქვენ გახსოვთ, რომ არჩევნების წინ აკეთებდნენ განცხადებას, რომ კონსტიტუციური უმრავლესობის შემთხვევაში ამოიღებდნენ ამ მუხტს კონსტიტუციიდან. ანუ რო ვერ აიღეს კონსტიტუციური უმრავლესობა, ეთყობა ამითი დააკომპენსირეს და გააკეთეს ეს განცხადება. თუ სერიოზულად შევხედავთ ახლა, ამ განცხადებას არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა რაღაც მიმართულების თვალსაზრისით. ეს იყო უბრალოდ გარკვეულწილად რაღაც საზოგადოების ნაწილზე მიმართული, რომ ისინი გაეხიზიანებიათ და გამოეყვანათ ქუჩაში. ბატონო დავით, როდესაც აი ვხედავთ, რომ ადამიანები ჯარიმდებიან იმ აქციებზე, ხო? 5000 ლარიანი ჯარიმა მოსდის, რამდენიმე შემთხვევა არის ადამიანები, რომლებსაც რამდენიმე ჯარიმა მოუვიდათ. ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ჩვენ მოგვისმენია, რომ ეს ჯარიმები არ გადაიხადონ. საბოლოო ჯამში ხომ ყველამ ვიცით, ვისაც ბანკთან საქმე აქვს, ვერ იცხოვრებს ისე, ხელფას ვერ აიღებს და მინიმუმ საბანკო ოპერაციას ვერ შეასრულებს, ხო? აქ სრულებაზე რო არა ვთქვათ, ქონების და ასე შემდეგ და ამ დროს, როდესაც ასეთი მოწოდებები არის და დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლელოს ლიდერმა 650.000 გადარიცხა, ხო, ბიუჯეტში, როდესაც საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მოხდა. როგორი არის თვითონ როცა აი ამ დავალიანებას ბიუჯეტში რიცხავენ და სხვას მოუწოდებენ, რომ ის 5000 არ შეიტანონ თუ სხვა თანხა არ ვიცი რამდენია, ზოგს რამდენია, ზოგს რამდენი, ხო?
მე ჩემი მოსაზრება ოპოზიციასთან დაკავშირებით წეღანაც გამოვთქვი, იმიტომ რომ ესენი რეალურად არ გამოხატავენ იმ ხალხის აზრს, იმიტომ რომ მათ ტრიბუნის დადგმის საშუალებასაც არ აძლევენ. მათ მიმართვას, აი რო იტყვიან გახსოვთ თქვენ როგორ ხდებოდა ხოლმე ტრიბუნა იდგმებოდა, იქ ხდებოდა მიმართვები და გარკვეულწილად რაღაც მუქარები, რომ რაღაცას გააკეთებდნენ. ხო, ჩვენ რეალურად ნახეთ, რომ როცა კი კრიტიკული მომენტი დადგა, ოპოზიციამ ყოველთვის შეასრულა პირიქით ისეთი როლი, როგორიც აწყობდა ქართულ ოცნებას. ხო, ყოველთვის მუხტი დააგდო, გარკვეულწილად მოახერხა ის, რომ ადამიანებში პროტესტი მოეკლა და ეხა დღეს შეეუნებიან 5000 არ გადაიხადო და ზოგადად ჯარიმები არ გადაიხადო. მართალს ბრძანებთ ამ ადამიანებს პრაქტიკულად უზღუდავენ ყველაფერს. ანუ ვერანაირ მომსახურებას სანამ ის 5000 ლარი არ დაიფარება, ეს ადამიანები ვერ მიიღებენ. ანუ ორი ვარიანტია, ან უნდა დაფარო და გააგრძელო ცხოვრება, ან თუ არ დაფარავ, შენ ვერანაირ რო იტყვიან მომსახურებას ვერ მიიღებ ფინანსურს, იმიტომ რომ თუნდაც იგივე ბანკი, რომელსაც TBC ქვია, იქაც რო გქონდეს ანგარიში, იმ 5000 ლარს სანამ არ ჩამოგაწერს, არანაირ გადარიცხვას არ შეასრულებს. ასე რომ ეს არის პოპულისტური განცხადებები, ამას არავითარი კავშირი არ აქვს ბრძოლასთან და პროტესტთან. ეს არის რომ თითქოს რაღაცას ახერხებენ და რაღაც ბრძოლის ფორმას ინარჩუნებენ. თორე შეხედეთ ხო რა სად არის ეს ბრძოლა. ანუ დღეს რო ერთი ვინმე უცხოელი გამოჩნდეს ცოტა ავტორიტეტული და რო უთხრას რომ აღიარეთ არჩევნები, შედით პარლამენტში, გარედან არ აძლევენ ამის საშუალებას. 2020 წელში 21-ში გახსოვთ თქვენ პირიქით ხდებოდა შარმიშელი დადიოდა აქ რომ არჩევნები აღიარებულიყო და მიაღწიეს. ანუ კიდე ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა რომ ამ ოპოზიციას არანაირი საკუთარი გზა არ გააჩნია. ეს არის ჯგუფი, კატეგორია ადამიანების, რომლებიც მუდმივად გარედან ელოდებიან რაღაც განცხადებებს და ხედავთ კიდევაც ხო საკუთარ ხალხთან კომუნიკაცია. მე თუ მკითხავთ, როცა გაყალბებაზე ვსაუბრობთ, ამ ოპოზიციის სასარგებლოთაც ძალიან ბევრი რამე გაყალბდა რა და მუდმივად ეს ხდებოდა. ყოველთვის გარიგება. ისეთი ძალები, რომლებსაც გარკვეულწილად ნეიტრალური პოზიცია უკავია თავისი შეხედულებით, ხო? გამიჯნული ქართული ოცნებიდან და გამიჯნული ნაციონალური მოძრაობიდან ვერანაირ ხმებს ვერ აგროვებენ. მათ რესურსი არასოდეს არ ყოფნის. ანუ თუ წინასწარ კვლევებში ჩანს ხოლმე რომ ყველაზე მეტი ადამიანი ესეთია, რომელსაც არც ოცნება უნდა და არც ნაციონალური მოძრაობა, რატომღაც ეს საარჩევნო შედეგები როცა ითვლება, იქ არასოდეს ეს ხმები არ აღმოჩნდება. ნუ გარკვეული ფენომენია, ანუ უნდა ვთქვათ, რომ ესე იგი საკუთარი მოსახლეობა, რომელიც დღეს საქართველოში ცხოვრობს, გარკვეულწილად ატყუებს საკუთარ თავს, ატყუებს ყველა სოციოლოგიურ კვლევას და აქედან გამომდინარე რომ ღებულობთ ეს გაუაზრებელ შედეგს რა. 65%-მდე ყველა კვლევაში ჩანდა რომ არც ერთს არ უჭერდა მხარს, საბოლოო ჯამში ოცნებამ და აი ამ ოპოზიციამ ერთად 95% აიღო. ნუ ახლა ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით მეორე კიდე ხა ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით მინდა კითხოთ, ჩანიშნული არის ხო ეს ადგილობრივი არჩევნები ოპოზიციის ნაწილისგან მოვისმენთ რომ არა, სანამ არ იქნება ახალი საპარლამენტო არჩევნები, ნაწილს ჯერ არ გაუკეთებია პრინციპში განცხადება. თქვენ რას აპირებთ ბატონ დავით? ბატონო ვახო, ერთი რამეა რა, უბრალოდ გამოჩნდა რომ ეს არჩევნები მე 2024 წლის არჩევნებზეც ვიძახდი, კვანც ვერ გახსნის ამ ქვეყანაში. არ არსებობს, ეხლა თქვენ შინაგანად, შინაარსობრივად უნდა იცნობდეთ, ვინ ატარებს და ვინ გეგმავს და ვინ იღებს ამ კანონებს რა. იმ ხალხს არანაირი სურვილი არ აქვს გარკვეულწილად რეალური სურათი აღიქვას. ისინი ყველანაირად შეეცდებიან მაქსიმალურად აი ამ ტრის ხატის შექმნას. ძალიან კარგად აწყობთ, რომ ნაციონალური მოძრაობა, რომელიც პრაქტიკულად 2017 წელს უკვე გარდაცვლილი იყო, რომელიც აღარ არსებობდა, მისი რეანიმირება მოხდა 2018 წელს, იმიტომ რომ დაინახეს, რომ ნაციონალური მოძრაობა არის ერთადერთი საშუალება ამ ქვეყანაში მუდმივად ხელისუფლებაში ყოფნის. არაფერი რო არ აკეთო, ხალხს იმდენად დიდი ზიზღი აქვს ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებაში, რეალურად ხელისუფლებაში დახტოვებენ, ოღონდ ის არ უნდა იყოს. თუმცა არის შინაარსობრივად აი შიგნით გამოსა. ვინ არის დღეს ქართულ ოცნებაში მყოფი ადამიანებიდან, ვინც არ იყო ნაციონალურ მოძრაობაში და ვინც არ უჭერდა მხარს ნაციონალურ მოძრაობას. აი ეს არის ყველაზე დიდი პარადოქსი. ანუ გამოვიდა რომ რეალურად ნაცმოძრაობა არის
ყოფილი და ახლანდელი და რა ვიცი, ახალი წევრებით გაჯერებული. მე მგონი ნაციონალურ მოძრაობაში ახალი წევრები გაცილებით მეტია, ვიდრე ქართულ ოცნებაში არანაციონალური მოძრაობის წარსულის მქონე ადამიანები. საერთოდ ახალგაზრდები, ვინც წამოვიდნენ ეხლა დღეს რო არიან აქტიურად ჩართული პოლიტიკაში, ისინი მაგ დროს რაღაცა დროს ბატონ დავით ნაციონალურ მოძრაობას პატარები იყვნენ და რაღაცა დროს ნაციონალურ მოძრაობას ძალიან დიდი ნაწილი უჭერდა, ხო, მოსახლეობის შევარდნაძის ხელისუფლების შემდეგ. სხვადასხვა დროს, რა თქმა უნდა, მხარდამჭერების დაკარგა და ზოგიერთი ლიდერიც წამოვიდა. ესე ამ პარტიიდან და ბუნებრივია, ისინი შეიძლება ქართულ პარტიაშიც, ხო? ვინც 2013-ში, 12-ში, 14-ში უჭერდა მხარს, ეხლა იმ ხალხზეც ეგეთი ძალიან ბევრია და ვინც ნაციონალური მოძრაობის სიით მოხვდა კაცო პარლამენტში 2012-ისაში რა ადგინათ, ეხლა მაგაზე არ დავიწყოთ, ეხლა ვიღაცების გასაგებია არ ჩვევიათ თქვენ ყოველთვის არა მე არავის არ ვიცავ ობიექტურად ლაპარაკობთ არჩევნებზე. დიახ, ადგილობრივ არჩევნებზე რომ მიპასუხოთ, მე ბატონი ნუკრი ქანთარია გველოდება უკვე და დიახ. რას აპირებთ ადგილობრივ არჩევნებზე? აი ერთი რამე მითხარ, თუ რეალურად არ მოხდა ლეგიტიმაცია ამ პარლამენტის, იმ თვალსაზრისით რომ არ აღიარა. მე ჩვენზე და ზოგადად სხვა პარტიებზე, აი ვინც ეგრეთ წოდებულმა გადალახულებმა თავი რო დაირქვეს და პროდასავლურმა პარტიებმა, ხო? აი მე მაინტერესებს მათ რა მორალით უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, ხო? იმიტომ რომ ეს გამოვტოვეთ, აქ არალეგიტიმური საარჩევნო სისტემა ხო არ იცვლება რა. იმ მანქანებით ჩატარდება, იგივე რომლის მიმართაც საკმაოდ სერიოზული პრეტენზიები იქნა გამოთქმული. თქვენი პარტია რას აპირებს? მაგრამ მე არაფერი არ გამიკვირდება. თქვენი პარტია რას აპირებს? ჩვენ პირდაპირ გეტყვით რა, ჩამოყალიბებულები არა ვარ, ჩვენ გვაქვს კონსულტაცია, უბრალოდ საერთოდ ერთი რაღაცა არის რა. 91-92 წლის გადატრიალების შემდეგ, როდესაც ავირიეთ და მოხდა არალეგიტიმური ხელისუფლების მოსვლა სახელმწიფოს სათავეში, ხო? იმის მერე აი ბუნებრივად, კანონზომიერად მივედით იქამდე, რომ დღეს მთელი სოფლიო გვეუბნება, რომ ჩვენ ვართ არალეგიტიმური ხელისუფლების პირობებში. ანუ 30 წელი ვეწვალეთ, რომ როგორმე რაღაცა გაგვეправებია, ანუ რაღაცნაირად შეგვენიღბა, ხან ვინ მოგვეხმარა, ხან, მაგრამ საბოლოო ჯამში რო იტყვიან არ ხდება იმის გაправება, რაც ვერასოდესვე ის ბოროტება, რომელიც ჩადენილია 91-92 წლებში, აი ესეთი არჩევნებით, ესეთი უმსგავსო მართვით, როგორც ზოგადად 70 წლის განმავლობაში ხდება, ვერანაირად ვერაფერი ვერ გაправდება და მივალთ იქამდე, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ შეიძლება ისევ და ისევ იმ პრობლემის წინაშე დავდგეთ, რომელშიც ვიდექით 91-92 წლებში. ჩვენ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა შეიძლება დავკარგოთ, დააკვირდით ძალიან საინტერესო მოვლენები ბჭყალებში ვითარდება რეგიონში. საუბარია ახალ კარიდორზე, ტრანზიტულ კარიდორზე ლაპარაკი. თუ ის გაიხსნა საქართველოს თავის მნიშვნელოვან ფუნქციას, რასაც ტრანზიტული ფუნქცია ქვია, რომელსაც დღეს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს აღმოსავლეთ-დასავლეთ დერეფნის თვალსაზრისით, ეს შეიძლება ჩანაცვლდეს. და მე არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენმა მეზობლებმა ხელი შეუწყოს, რომ საქართველოში მაქსიმალურად ისეთი სიტუაცია შეიქმნას, რომ აქ სტაბილურობა უკვე სანატრელი გახდეს და რეალურად ტრანზიტი აერიდოს ჩვენს ქვეყანას და ის შემოსავლები, რომელსაც ჩვენ ვღებულობთ, აცდეს მადლობა ბატონ დავით სხვა მიმართულებით და პორტებზე და აი მაიმუნობებზე, რასაც ჩვენ უყურებდით და კარგად ახსენეთ თქვენ ლელოს ლიდერი, რომელიც თავის დროზე სახელმწიფოს ხარჯზე აპირებდა არასაკუთარ ხარჯზე, გადახედეთ მის მოხსენებებს ზოგადად 2016-2017 წლებში როგორ დადიოდა პარლამენტში და როგორ თხოვლობდა, რომ სახელმწიფოს მისთვის თურმე უნდა აეშენებია პორტი და მას უნდა გაეწია ექსპლუატაცია და სარგებელი მას მიეღო და არა ქართულ ხალხს. აი ესეთი ადამიანები არიან და ეხა ისინი ბიზნესშიც ესეთები იყვნენ, მე არ მგონია რომ პოლიტიკაში მათ რამე სხვა ამოძრავებდეთ. თუ არა საკუთარი სარგებელი. მადლობა დავით ჭიჭინაძეს და